მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან კარგი დღე არის. შევიკრიბეთ მე და ჩემი სამეგობრო და გვექნება კრაულერების გასვლა. დღეს უნდა მოუწყოთ ჩელენჯი ჩემს Nissan Patrol-ს. აი ამ Patrol-ს უნდა მოუწყოთ ჩელენჯი. აი, როგორია? აი, ხუმრობ ეს არა, RC Patrol-ი დავეთით. ვანი პირველი ჩელენჯი იქნება შემდეგ, ეთავხეთ წესები. გებით აქედან ნებისმიერი ადგილიდან ვისაც საიდან მოხდება. ავა. გავივიდით ამ გზას და აი ბოლოში აი სადაც პლატფორმა როა, ეს იქნება ფინიში. 1 წუთი იქნება დრო და ნუ ვიც ახლა 1 წუთი ვერ მივა გამოვარდა. სათხარ. შეგე? ვიწყებ. 3, 2, go! ფოლ სტარტი იყო მაგრამ გააგზელე. აჰა, გაიარა ერთი აღმართი, იადგა მეორეს. ფინიში. 5 წლის შემდეგ. შემდეგი ჩინელი, ოღონდ წითელია, ცოტა ისეთი ფერია. ვა. უცელი დადო. რაღაცა რთულ ვერსიას აპირებ, ხო? კაი, შემდეგი უცბად. 3, 2, go! საღო, კაია, ერთი. კი. ვაიმე. 6, 5. Oh shit. Here we go again. მიდი გვანახე კლასის რაღაც რუბიკონები დააჩოქე. ვა, კიბიდან ადის. ახალი ვერსია გვაქვს. 3, 2, go, წავიდა. აუ. მომია, დავდები. არის საქმე შევოთქიდებო. ოპა 37 და 92. ვინც არის ის ხო იყო TRX 6. ეს არის TRX 4, მაგრამ მე ვიცი რომ ეხლა აქ დაცხება, იმიტომ რომ იმ სიარულის შემდეგ ძნელია ისეთი შედეგები დადო. 3, 2, 1 წავიდა. აი, გადარიგე. 1 წუთი უნდა ჩაიტი 20 წამიღებ. 3, 2, 1. შემი. იფა ეგრე. იბლატავა ბიჭმა. წავიდა. აი ეგრეა. რამდენზე და 30-ზე? აი იქ წეღათი არის. ვერ მიდის ჯერდე სამწუხაროა. 20. ირა ჩემი ერთი ვითავიანო. მაიტა ისე როტანი. გაეტია. 47 და 12. აქ უბრალოდ მართვის დაბალი სკილების ბრალია, თორე ეს კაი მანქანაა. სადი შემოხეთა ეს. ვაიმე. საიდან ირთვება? აბნერვიულდი, აბცახცახტი. წინასწარ თავის მართლებას ვართ. პირველად ვატარებ ამ მანქანას და ეგეთები არ შეიძლება? აჰა. შენი არ ვიცი ჯერ ეს მანქანა რა გავაკეთო. პირველად ვატარებ, უნამუსო. არა. ვერავედი. ჩავისვარეთ. მარე ჩემი ბრალია. 45. და დრო. ერთ წუთში გავიარე მანქანამდე ხო რა იყო რა პირველად ვატარებ ამ მანქანას რა იყო. დამადებით. 3, 2, go. ვაუ, კარგი იყო. მოუხვე მარჯვნივ. ოჩახ მიდი მატოს. თანიარე, ფრთხილად. დაუყარებე თუ რამე არ ჩავყვიშო. 4, 3, 2. Stop. Crossi Cherokee 1, 8. მზად ხარ? 3, 2 და go.
ვაუ. დააყენა კაი საბურავები, კარგი ძრავი, კარგი ის და გვებლატავება. აი გამბავია. დედა. მახო, ისწავლეო, ლუკა მტარებაო. ნახე რა კარგად გაიარა. მამა ვინ არის? ვაუ. 35 და 77. აუ, კარგად არის ეს. ართა კარგად არის. 3, 2, 1. აი, ხო, მაინც ამის უნდა გიღებდნენ რომ კარგად იარო. ტრაქსას TRX 4 ბრონკო დამარცხდა და ეხლა ნახოთ დეფენდერი იგივე მოდელი. 3, 2, 1. შენ თუ აქ ახვალ გაღიარებ. სხვათა შორის ბარე პატარა კომენტარს გავაკეთებდი რომ ეს რაღაცეები რო ადევს თავზე ძალიან ცუდია მანქანისთვის და ვითომ ლამაზია, მაგრამ მე მანქანები ვეღარ დადიან. სულ რაღაც 10 წამი და დეფენდერი დაემხო მიწაზე. ოპა! ესე იგი, ლევანმა ამ მანქანაში მარტო საბურავები შეცვალა და ჩემთან შედარებით კიდე ამ ტრეკზე ნამეცადინებია ლევანი ამას ვთხოვდი. 3, 2, 1. რა ხდება და ნერვიულობ. საღო, გამოიწეთ, აქეთ. წავიდა. 42 და 95. ეხლა მე მინდა ორი სიტყვა თქვა. პროგნოზი, თან მინდა ცოტა მეტად ინტერვიულოს. წესი და რიგით ეს მანქანა არის ყველაზე მაგარი კრაულერი. ნუ ყოველ შემთხვევაში ცოცვაში და ნახოთ, სათხარ. 3, 2, go! ხო. ცოტა იქ გარი. ცოტა. დავიგე მანა, ვიგე. ჩა, მანა. ხო არ გადავთ 27 და 53. ეს ბიჭი მეფეა. ეს არის ჩინური რუბიკონია. კი არა და რა გაქვია, კაცო, ბრონკოა, მაგრამ TRX 4-ის ვიძე არის, ნუ იმის რეპლიკაა, რომ იცოდე და ნახოთ რას იზავს. 3, 2, go! ხო, მაგრამ ორიგინალი TRX-ები აქ დამარცხდნენ. მიდი. ჩად. მარცხნივ. ნელა. მიდი, გავლილი გაქვს აკაიფო. მიდი. აკაი, მარცხ. ნელა, აქ ნელა. მიდი. ჩავთვალოთ, ხო. 47 და 72. პატროლი რაც არის, მოკლედ იგივე არის. ოღონ G კლასი ადევს თავზე. სათხარ? 3, 2, go! ცოტა უკან. ეს მანქანა, ოპა, კარგია. მიდი. ცოტაც. Stop. ვერ გაიარა, მაგრამ ნუ იქამდე ხომ მივიდა, ეგეც რაღაც არის. მოკლედ, ეს ჩელენჯი დავამთავრეთ. ნახავ მე ვინ გაიმარჯვა და მაგას გეტყვით და ახლა არის გრადუს ტესტის დრო. წავედით. მოდი ახლოს ვაჩვენოთ. 50 არის 50. ჩაგეთვალა. ვაუ. აბა ნადირი. იზი 50. მიდი. მოშორ, იმედე და რაღაცა ეგდო და დაგინა კაია. კარგია. რა გრადუსი მეც ადამიანი ვარ.
ძალიან მარტივად. ეხლა წაგებულები გაყარით აქედან. ესე იგი, ახლა ვაკეთებთ ეს რაღაცას. ავწიეთ 2 გრადუსით, ანუ 52-ით და 52-ის. მე უკვე თითო გრადუსი, იმიტომ რომ თითო გრადუსიც ძალიან ბევრს ნიშნავს. და ესე იგი, დავრჩით რამდენი მანქანა? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და ის შემოპარულია. ცოტა აქ ტარების მომენტის არის უკვე ხალხო. ოპა, გავარდა. ოპა! ვაიმე, რეგვენი, ვაიმე. Paka! Avida? ეგარი, სახო! ეხლა რამდენი გრადუსია? 52. მოშორდი აქედან. აიცით. ნიშვალე. ვირცე საბროვი რაშუაში. Tan. აა! კაი გავარდი. 53 მზად არის. ნახოთ ვინ იქნება ამ ჩელენჯის გამარჯვებული და მე იმ ჩელენჯის გამარჯვებულსაც გეტყვით ვინ არის, იმიტომ რომ უნდა ჩავხედო. ლევანი თავისი 2 მანქანით არის გამარჯვებული. კი არა და. აი გითვლით, ლევან, გითვლით. ბევრი გაზის ბრალია. 53-ია. მოიცა, მოვჩით. მოიყვანე გამარჯვებული. მოკლედ პრინციპში რა, ანუ ვიცით. წინა ჩელენჯის გამარჯვებულიც ეს მანქანა არის და ამ ჩელენჯის გამარჯვებულიც ეს მანქანა. ვინმეს გაქვს? და გავარჯმევინოთ რა. შემდეგი ჩელენჯის დრო არის და ამ ჩელენჯს დავარქვით ის, რაც კრაულერისთვის არავის უქნია. წესები შემდეგია. ნახე, არასვენებენ ხელებს. მოვდივართ აქეთ, მივდივართ წრეზე, შემოულით საბურავებს, გავდივართ და აი ამ საბურავს პირველი ვინც გაცდება, ის იქნება გამარჯვებული. მოკლედ დავიწყოთ. 1, 2 და 3. არა უშავს. და გაიმარჯვა ლუკა! არ ქონა კარგად გადაჭერილი? არა, მე მგონი მოშვებულია. სორი, ავარია. მოკლედ მე მინდა ეხა თხოვოთ. კარგი ბიჭო. ამოვედით კუსტბაზე. მე დავიღალე, ამათი არ ვიცი, ესენი არ არიან ნორმალურები. ხო და ისა რა უნდა მეთქვა იცით, საერთოდ ერთხელაც კი არ გითხარით და არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ, იმას კეთეთ, ზარისღილაკით გააქტიურეთ, ესე იგი. აქედან არის ჩამთველი. აი აქაც ძალიან კომფორტულად ირთვება, ეს არის ჩამთველი და დაცულია, ნახეთ. ხმები? და. всё. ეგ არის. კაი, დავიწყოთ. რაში გჭირდება რომ ხიდები იყოს დაბლოკილი. ეხლა მაქვს გახსნილი ხიდები, შეხედეთ. მივადე ხიდ ბარიერს და აი ბუქსაობს ვერადის. ეხლა ნახეთ, ჩავრთოთ ხიდები და გამაძლიერებელი. შეხედეთ ეხლა. უკვე ძალიან მარტივდება მისთვის ეს პროცესი. აი ეხლა მაგალითად ასფალტზე ხო, იმიტომ რომ დიდი მოჭიდება აქვს. აქ რა თქმა უნდა ღია ხიდებით ბევრად მარტივია, დააკვირდით თავისუფლად უხევს მანქანა. ხო? აი ახლა ნახე დავბლოკავ. მიცადე ორივე დავბლოკოთ და ეხლა ნახეთ უკვე გაუჭირდება მიხო მოხორა. აი ნახეთ, დააკვირდით უკვე აი ძალიან უხერხულად უხევს და ან ხიდები უკვე ზედმეტად ყვილად გაქვს დატვირთული. ეს პლუსი აქვს ზოგადად ამ ხიდების ჩართვა გამოთოს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, პრო კლასის კრაულერებს არასდროს არ აქვს ეს დავი. ახლა მინდა აგიხსნათ ამ მანქანის უნიკალური შესაძლებლობა და თვისება, რომელიც სხვა მანქანაზე არ მახსოვს, შეიძლება სხვას გქონდეს, მაგრამ ნუ არ ვიცი, მოკლედ მე სხვაზე არ მინახავს. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია არის. თუ
დავაჭერთ აი ამ ღილაკს. ამ დროს მანქანას უკეთდება ესეთი რაღაც. პირობითად, ახლა ხო ვდგავარ გვერდულად. და მაგალითად მინდა ისეთნაირ, აი წარმოიდგინეთ, რომ წინ აქ ღობე არის, აი რაღაცა ესეთი, რომ ვერ ვახერხებ მოტრიალებას და მინდა რომ მაქსიმალურად აი ადგილზე დავტრიალდე. ნახეთ რას ვაკეთებ. ვაჭერ ამ ღილაკს და ამ დროს რომ მოუხვევ მარჯვნივ, ეს საბურავი ასე ვთქვათ დაფიქსირდება, აღარ გაინძრევა და აი ეს სამი საბურავი დაიწყებს ტრიალს. და ნახეთ რა როგორი მახვილი კუთხით შეძლებს მანქანა მოხვევას. დაგვერდით? აი იგივე ვარიანტი პრინციპი შეიძლება უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს. ეხლა აი ამ საბურავს გავაშეშებინებ და ეს სამი ამოძრავდება და ავუხვევ მაღლა. ახლა ვნახოთ რამდენად კარგ კუთხეს დაგვიჭერს. ნახეთ. ესე იგი ფაქტიურად აი ადგილზე ტრიალებს. თან კარგად დრიფტავს, ახლა ამას გაჩვენებთ. drag brake ესეც მოყვება, ანუ ქარხნულად უკვე უყენია და ვინც არის ის drag brake, ეს არის ასე ვთქვათ ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ციცაბო დაღმარზე შვიდად და წყნარად ჩამოვიდეთ. ეხლა გაჩვენებთ რას გულისხმობ. ამ ფუნქციის მეშვეობით ძალიან მარტივად გადალახავთ ციცაბო დაღმართებს. წავედით. ეხლა მინდა პატარა შეჯამება გავაკეთო ამ მანქანაზე და გითხრათ უბრალოდ ჩემი აზრი. მარტივად რო გითხრათ, მე ჩემთვის მანქანას რო ყიდულობდე, ალბათ TRX 4-ზე მეტად ამაში გავიმეტებდი ფულს. ანუ TRX 4-ს იმიტომ ვატარებ, რომ ძალიან მიყვარს TRX 4. წინაზე ჩინელი რუბიკონი გავტესტეთ. ეს ბიჭის ჩინელია, სიმართლე რო გითხრათ. და თუ გახსოვთ იმ ისიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს მანქანა იმას ძალიან ბევრად მირჩევნია. ძალიან დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ მანქანას. აი ისინი აღარ შემილია. კაი, ნახვამდის. არხი გამოიწერეთ.